ბაზარზე ბაზის ბანკისა და ლიბერთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარიგება დასრულებულია. მარეგულირებლის თანხმობის შემდეგ ბაზის ბანკმა ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% შეიძინა, რაც შესაძლოა არა მხოლოდ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანებას ნიშნავდეს, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მთლიანად სექტორის განვითარებაზე. კონკურენციის გაფართოების რა შესაძლებლობა ჩნდება, როგორ შეიძლება შეიცვალოს ბაზრის სტრუქტურა და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი ჩვენ სტუმართან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორთან ვახტანგ ჭარაიასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. მადლობა სტუმრობისთვის. ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც აქვთ ერთმანეთის შემოსეველი ძლიერი მხარეები, შეიძლება ითქვას. პირველ რიგში დავიწყოთ შეფასებით, როგორ აფასებთ აღნიშნულ გარიგებას და რა იცვლება სექტორისთვის. ესე იგი, საქართველოს საბანკო სექტორი არ არის განებივრებული ბევრი ბანკით და ამასთან ერთად არ არის განებივრებული ბევრი დიდი ბანკით, მსხვილი ბანკით. ჩვენ ქვეყანაში მოგეხსენებათ ორადორი ისეთი დომინანტური ბანკი ყავს, რომელთა წილი ბაზარზე 3/4-ია, დაახლოებით უხეშად 75-76%-ზეა საუბარი. და არ ჩანს მესამე ძლიერი ბანკი. რა თქმა უნდა, იყო მესამე, რომელიც თავის მხრივ შეიძლება თავისებურად შეფასებული იყო როგორც ძლიერი, ლიბერთიზეა საუბარი, რადგანაც მას დაახლოებით მოსახლეობის ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოში მისი კლიენტი იყო ლიბერთი ბანკი. გამომდინარე იქიდან, რომ მას ძალიან დიდი რაოდენობით ყავდა კონკრეტული ერთი ჯგუფი პენსიონერები, ეს განაპირობებდა მის საცალო მომხმარებლებში ძალიან დიდ რაოდენობას მომხმარებლების. კი ბატონო, ბაზის ბანკი თავის მხრივ ჩამორჩებოდა ლიბერთი ბანკს ოდნავ, მაგრამ მას სულ სხვა მიმართულება ჰქონდა. ის რაოდენობაზე არ იყო იმდანაც აქცენტირებული, რამდენადაც იყო აქცენტირებული კორპორაციულ დაფინანსებაზე. აი ამ მესამე და მეოთხე ბანკის შერწყმით ფაქტობრივად ვიღებთ ბანკს, რომელსაც ბევრი მომხმარებელიც ეყოლება საცალო მიმართულებით და კორპორატიული კლიენტებიც ეყოლება და გაერთიანების შედეგად და ამ რესურსების გაერთიანების შედეგად შეძლებს უფრო მეტად გაუწიოს კონკურენცია პირველ ორ ბანკს, ვიდრე აქამდე შეეძლო ცალკე ლიბერთის და ცალკე ბაზის ბანკს. საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეიძლება არ გამოურიცხაო, რომ ეს ასე არც მოხდეს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ წესიდარიგით ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მომხმარებლისთვის უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას, როგორც საცალო, ასევე ბიზნეს სექტორში. ყველაზე მარტივი შეიძლება პროცენტის დაკლებით. ეკონომიკური მოტივი და ასევე ეკონომიკური ეფექტი რა შეიძლება იყოს და ძალიან ბევრს საუბრობენ ასევე კონკურენციის დაზე და სწორედ მომხმარებლების ნაწილში კონკურენციის და რა შედეგს მოგვიტანთ. საქართველოში დიდი ხანია და არაერთხელ იყო საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მსხვილ ჩინურ ბანკს უნდა და საქართველოში შემოსვლა. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ბაზის ბანკი შეიძინა ჩინურმა ჯგუფმა და აი ამ ბანკის გავლით ეხლა ცდილობს ბაზარზე მოიპოვოს გარკვეული ნიშა, უკეთესი, ვიდრე ბაზის ბანკის მხოლოდ მფლობით ჰქონდა. შესაბამისად, ეს არის ჩინური ინვესტიცია საქართველოში და ჩინური ინტერესების გავლენის ზრდა შეიძლება ითქვას საფინანსო სექტორში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხშირად გვაქვს სურვილი, რომ იგივე ჩინურ კომპანიებთან მეტი აქტიური თანამშრომლობა იყოს, მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, რაშიც ჩინელების ჩართულობა დღევანდელი რეალობიდან, გლობალური რეალობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საწარმოო პროცესში, აგრეთვე ინფრასტრუქტურულ პროექტებში უამრავი ჩინური პროექტი იღებს მონაწილეობას, თუ ანაკლიის პორტის განვითარება გვინდა, სადაც ჩინელები მოიაზრებიან კონსორციუმში და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ჩინელები პასუხობენ თავიანთი ინფრასტრუქტურის განვითარებით, მათ შორის ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის კონტექსტში. შესაბამისად, ეს არის გარკვეული ინტერესების პოზიციონირება საქართველოში, რაც ჩემი აზრით ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით კარგი არის, რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება ბაზარზე და თან იქნება სხვადასხვა ინტერესები, არა ერთი არხიდან, ესე ვთქვათ, წამოსული ინტერესები, არამედ სხვადასხვა კუთხიდან წამოსული ინტერესები, მით უკეთესი იქნება მომხმარებლისთვის წესიდარიგით, როგორც წესი ასე ხდება. გარდა დადებითი ეფექტებისა, რისკები და საფრთხეები, რაც შეიძლება ახლდეს პროცესს, თუ შეგვიძლია რომ ამაზე ვისაუბროთ. რისკებს რაც შეეხება, არის რისკები, რომელიც აი ამ ორი კომპანიის შერწყმას შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნებში სხვა შორის ყოფილა მაგალითები, როდესაც ვერ შეერწყა ორი კომპანია ერთმანეთს და ჩაიშალა გარიგებები, ან ისევ დაიშალა ის კომპანიები. საქართველოში გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაინც ერთი ეკოსისტემა და ორივე ბანკი
ბანკი დიდი ხნის ისტორიას ფლობს ადგილობრივ ბაზარზე და ბევრი რამ ესე ვთქვათ თანხმედრაში აქვს, არ ამგონია მათ გაუჭირდეთ კონსოლიდაცია და ახლობით 1 წლის პერსპექტივაა რომ მათ მოახდინონ სრულად ინტეგრირება ერთი მეორეში. აქ იგულისხმება არა მარტო ის რომ ფილიალების პირობითად დასახელება მდებარეობა, არამედ შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც იგივე კომპიუტერული უზრუნველყოფის კუთხით ესე მარტივენაზე რომ ვთქვათ, უნდა ერთიანი სისტემა შედგეს, სადაც ლიბერტი ბანკის მომხმარებელი და ბაზის ბანკის მომხმარებელი ერთიანი პლატფორმით ისარგებლებს მომავალში. აი ეს ყველაფერი არის ტექნიკური ხასიათის საკითხები. იგივე მნიშვნელოვანი იქნება დასაქმების კუთხით, ეს ჯერ უცნობია, მოხდება გარკვეული რაოდენობის თანამშრომლების გაშვება ლიბერტიდან თუ მოხდება მათი სრული ინტეგრირება ბაზის ბანკში, ამას რო გვიჩვენებს, თუმცა გარკვეული ესე ვთქვათ საკითხები არის მოსალოდნელი, ეს უფრო ტექნიკურ მხარეს. მეორე ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი რისკების კუთხით შეიძლება იყოს ის, რომ მაინც ჩინური ინტერესების ზრდა არის და ამან შეიძლება კიდევ ერთხელ ნებათა ღელვა გამოიწვიოს, რომ არადასავლური ინვესტორი აფართოებს თავის რესურსებს. ხო, აი ეს შეიძლება დაიხვიონ თითზე, როგორც იტყვიან და ჩემი აზრით სრულიად უარგუმენტოდ, მაგრამ იყოს ესეთი მოსაზრებაც და ვიღაცებს ესეც გამოადგებათ იმისთვის, რომ მე მთელი დღე განცხადებები აკეთონ. მაგრამ ეს არ მგონია მე მაგალითად გამოწვევად და პრობლემად და შეიძლება კიდე გამოიყოს რომ უყურეთ ჩვენ ხა ორი დომინანტური ბანკი ყავდა 75% და ახლობით მესამე დაემატება 10-11%-იანი წილით. ეს ერთი მხრივ ნიშნავს რომ კონკურენციაში უნდა შევიდნენ უფრო მეტად სამივე ერთმანეთთან, მაგრამ აი რისკის მხარეს შეიძლება ისიც იყოს რომ შეიძლება საერთოდ თამაშის წესებზეც შეთანხმდნენ, ასეთი რაღაცაც მომხდარა სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკაში. მე მაინც ვიმედოვნებ რომ რახან ეს სხვადასხვა ინტერესებია და სხვადასხვა გავლენებია ესე ვთქვათ ამ ბანკების სტრუქტურაზე და მათ მოქმედებაზე. ანუ ბაზარი შეიძლება მეტად კონცენტრირებული გახდა ეს? აი ერთი და იგივე გზას შეიძლება გაუყვნენ ესე ვთქვათ და არ დაიწყონ შეჯიბრება, არამედ ბაზარი სადაც გადანაწილებულია და შეიძლება შეინარჩუნონ თავთავიანთი წილები და არ მოყვეს დაუშვათ ამას არც პროცენტის დაკლება, არც ანაბარზე სარგებლის დამატება, ან თუნდაც სხვა რაც ვადებთან არის დაკავშირებული თუ ასე შემდეგ უპირატესობების გაუმჯობესება. მაგრამ მე მაინც მგონია რომ იმიტომაც რომ დამატებით ფინტეკი ვითარდება საკმაოდ სწრაფად სოფლიოში და საქართველოში ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ კონკურენცია ბანკებს ექნებათ არატრადიციული საბანკო სექტორიდანაც, შესაბამისად მაინც ვთვლი რომ თუ სამივე ეს დომინანტური ბანკი სისტემის შემქმნელი ბანკი თუ არ იქნება გაჯანსაღებას და კონკურენციაზე ორიენტირებული, მათ ბევრი საფრთხე, ესე პირდაპირ საფრთხე თუ არა, ყოველ შემთხვევაში ბაზრის წილის წართმების გარკვეული შესაძლებლობები ჩანს ბაზარზე და წესით მათ უნდა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ეს არის ალბათ ძირითადი გამოწვევები, რომელიც შეიძლება ამ სექტორს უკავშირდებოდეს, აი დამატებით იმასაც გეტყვით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ახლა ჩვენ დაახლოებით 15 ბანკის ქვეყანა ვხვდებით, ვართ, არის ქვეყნები, სადაც იგივე მოსახლეობაში 100, 150, 200 და 250 ბანკიც აქვს, თუმცა იქ სტრუქტურაა სხვა, რომ დაუშვათ ბანკების როლი გადანაწილებულია, ვინ საინვესტიციო ბანკია, ვინ კორპორაციული ბანკია და ასე შემდეგ. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც 10-დან 20 ბანკამდე 5 მილიონიან ქვეყანაში ჩვეულებრივად ოპერირებს და საკმაოდ წარმატებული ფინანსური სექტორი აქვს. ამიტომ აი ამ ბანკების რაოდენობის შემცირებით მაინც და მაინც დიდი რისკი არ გვაქვს, იმიტომ რომ ისედაც აი ამ 3-5 ბანკის გარდა დანარჩენები საკმაოდ ნიშური ბანკებია და პირიქით წამყვანი ძლიერი ბანკების რაოდენობის ზრდა ჩვენს ბაზარზე წესით უკეთესად უნდა ისახოს, თუმცა მაინც უნდა დავილოდოთ მოვლენათა განვითარებას, მაგრამ მთლიანობაში მაინც ვიტყოდი რომ ასეთი სოლიდური ბანკის შექმნა ორი ბანკის საფუძველზე კარგის მანიშნებელი უნდა იყოს უფრო მეტად ვიდრე რაიმე რისკის გამომწვევი. კი ბატონო, მსგავსი გარიგებების დროს ალბათ მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ბიზნეს პროცესების უწყვეტობის შენარჩუნება. მარეგულირებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რა იცვლება მომხმარებლისთვის ამ ნაწილში და იცვლება თუ არა ახლავე ეს რომ განვუმარტოთ მათ?
ესე იგი, მომხმარებლისთვის წესით პირობები, საბანკო ოპერაციები და ასე შემდეგ, რაც ჰქონდათ, არაფერი არ ეცვლებათ, მინიმუმ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, 9-12 თვის განმავლობაში, ორივე ბანკი ცალ-ცალკე აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა დაახლოებით 1 წლის თავზე უკვე ეს იქნება ერთი ბანკი და შეიძლება შეიცვალოს დაუშვათ ის პლატფორმა, პირობითად მობილური აპლიკაცია ან ვებგვერდი ან სხვა ესეთი ტექნიკური ხასიათის ინსტრუმენტი, რომელითაც ისინი ბანკთან ურთიერთობდნენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებელთა ინტერესების საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად მოხდება ისეთი რაღაცა შუალედური შეთავაზებების მიცემა, თუნდაც გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფა მომხმარებლებისთვის, რომ მათთვის ეს არ შეიქმნას დაბრკოლებად და მათ რომ ეს ამან არ გაურთულოს პირობითად არც ბანკთან ურთიერთობა, არც სესხის თუ არც ანაბრის განთავსება, იგივე პენსიის აღება, მოგეხსენებათ Liberty Bank-ს დაახლოებით 500 ფილიალი და 700 ბანკომატი აქვს, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობა, ერთისაც და მეორესაც და წესით აი ამ მიმართულებებს ნუ ახალი ბანკი გადაწყვეტს, მაგრამ წესი დიდი ხიფათი არ უნდა დაიმუქროს, იმიტომ რომ ეს სწორედ იმიტომ ჭირდებოდა Liberty-ს, რომ მაქსიმალური წვდომა ქონოდა ქვეყნის სრული მასშტაბით მოსახლეობასთან პენსიების გაცემის კუთხით. თუ Liberty Bank ისევ ამას ბაზის ბანკი ამ შემთხვევაში თუ შეინარჩუნებს და წესით უნდა შეინარჩუნოს, მაშინ ეს ფილიალებიც და ბანკომატებიც უნდა შეინარჩუნოს. თუ სხვა სტრატეგიის არჩევას გადაწყვეტს, რაც აგრეთვე არ არის გამორიცხული, მაშინ შეიძლება გადათამაშდეს გარკვეული საკითხები, მაგრამ ნუ პირველ ეტაპზე როგორც მინიმუმ არ მგონია, რომ ბაზის ბანკმა რადიკალურად შეცვალოს Liberty-ს ტრაექტორია, რომელიც მას ჰქონდა. კი ბატონო, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს სექტორისთვის, ამას ალბათ უახლოეს 1 წელში ვნახავთ. ახლა კი აუცილებლად ბოლოსკენ მინდა გკითხოთ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე საქართველოს პოზიციონირების შესახებ და ასევე მონეტარული პოლიტიკა რასეელით რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ ალბათ არა, ეს იქნება არალოგიკური კითხვა თუ გაიზრდება. დიახ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სავარაუდოდ ჩემი მოლოდინია ყოველ შემთხვევაში რომ არ შეიცვლება, თუ არ გაიზარდა, გამომდინარე იმ რისკ ფაქტორებიდან, რომელიც არის რეგიონალურად, გლობალურადაც და ამასთან ერთად ფასების ზრდა უკვე შეინიშნება კიდევაც ნავთობის ფასებზე მატების შედეგად, ან არ ჩანს კი ერთი შეხედვით აქტიური ომი არ არის ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ მოლაპარაკებებზე დადიან ერთმანეთთან ამერიკა, ირანი, ისრაელი, ლიბიასთან არის გარკვეული საკითხების დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰორმუზის სრუტე ბლოკირებულია ორმაგად, ერთი არ ყოფნიდა და ამასთან ერთად არის მუხარებიც, რომ თუ ირანი არ დათანხმდება, რაც სავარაუდოდ ირანის მხრიდან რო შევხედოთ, არც არის მისაღები, რომ დათანხმდეს ამერიკის შეთავაზებას, იმიტომ რომ ფაქტობრივად კაპიტულაციას აიძულებენ, რასაც არც ერთი ქვეყანა წესით არ იზამს თავისი ნებით. შესაძლოა ისევ სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს ეს საკითხი, რაც ნავთობის ფასებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ეს ერთ-ერთი ვერსია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ტრაექტორია მოვლენათა განვითარების, მაგრამ ალბათ ყველაზე რეალისტური და ამან შეიძლება ფასების კიდევ უფრო მეტად მატება გამოიწვიოს გლობალურადაც საქართველოშიც შესაბამისად ამ დროს მონეტარული პოლიტიკის შერბილება არ არის ზოგადად პასუხი, რასაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა აკეთებს საქართველოში თუ საზღვარგარეთ. და ასეთ მოცემულობაში რა არის საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი რისკი და ასევე შესაძლებლობა თუ შეიძლება განვიხილოთ რაიმე მიმართულება? ესე იგი რისკი ინფლაციური არის. იმედი გვაქვს, რომ რაიმე სამხედრო ჩართულობაში ჩვენ არ გამოვჩნდებით არავითარ შემთხვევაში. ეს ყველაზე ისე თქვა ცუდი რისკები. შესაძლებლობების ხარეს, როდესაც ჩრდილოეთის ნაკადიც, ჩრდილოეთის არტერიაც გაჩერებულია დიდწილად, როდესაც სამხრეთითაც საკმაოდ დიდი სირთულეებია და ჩვენ ვართ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც აი ამ ოპერაციებში უმთავრესი ჩართულობით გამოისახება. იგივე ტვირთბრუნვის გაზრდა არის შესაძლებელი ჩვენი კორიდორით. ამასთან ერთად მართალია რთული მისაღწევია, მაგრამ გეოპოლიტიკურად ჩვენი პოზიციონირება უნდა გადაისახოს იმაში, რომ იგივე ევროკავშირიდანაც მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ვიდრე გვაქვს და დაიძლიოს ის ესკალაცია, იმიტომ რომ რეალურად საჭირო პარტნიორი ვართ და თუ ამის შევძლებთ თუ ამაში გადათარგმნას აი ამ არსებული ვითარების, იქნება ძალიან კარგი საქართველოს
საქართველოსთვის და ეხლა უამრავი საკითხი არის კიდევ მაგალითად რაც შეიძლება მოხდეს იგივე დაუშვათ თეორიულად შეიძლება თუ ირანში ომი გაგრძელდა მიგრაციული საკითხები დაიწყოს რაც აგრეთვე საზრუნავი იქნება საქართველოს მხრიდან პასუხი რა იქნება ფინანსური ნაკადები სხვათა შორის გალფის ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი ფინანსური ნაკადები შემოდიოდა ინვესტიციების სახით სხვადასხვა დიდი პროექტი იყო დაანონსებული რომელიც შეიძლება გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს გარკვეული პერიოდით მაინც იმიტომ რომ გალფის ქვეყნებში ახლა საკმაოდ დიდი სირთულეებია მათ შორის ფინანსური მოგეხსენებათ იქ ფაქტობრივად გაჩერებულია როგორც ნავთობის ექსპორტი როგორც ტურიზმი საფინანსო აქტიურობაც დიდწილად ასე რომ ამ დროს ისინი რამდენად შეძლებენ საქართველოში ინვესტიციების გაგრძელებას არ ვიცი შესაბამისად შეიძლება ამ კუთხითაც იყოს გარკვეული გამოწვევები თუმცა მთლიანობაში სხვა შორის მოვიშველიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებს რომ საქართველოს მომდევნო წლების პროგნოზი არის ოპტიმისტური საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის და მომდევნო 5-6 წლიან პერიოდში ნაწინასწარმეტყველებია სავალუტო ფონდის მიერ რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდით გამორჩეული და რეგიონში წამყვან პოზიციებზე მყოფი რაც იმას არ ნიშნავს არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს რომ ეს იქნება რომ პირობითად გერმანიის ეკონომიკას გადაუსწრეთ მაგრამ იმასთან შედარებით სადაც უართ გვექნება საკმაოდ კარგი ზრდა თუ სხვა ქვეყნებს ექნება შენელება ეკონომიკის ჩვენ გვექნება პირიქით ზრდის შესაძლებლობა და პოტენციალი ამიტომ მთლიანობაში ალბათ მაინც ოპტიმისტურად უფრო მეტად უნდა ვიყოთ განწყობილები თუმცა არის გარკვეული რისკ ფაქტორები რომელიც უკვე ჩამოთვალეთ კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროექტორი ვახტანგ ჭარაია იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ლიბერტი ბანკისა და ბაზის ბანკის გაერთიანების შესაძლო შედეგებზე, ასევე შეფასებაზე და მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.